სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა არ არის ერთადერთი, რაც სწორად ცხოვრებას შეუძლია მოგვცეს. როდესაც ტვინი მუდმივად არ არის დაკავებული პრობლემების ჩაქრობით, მაგალითად არასწორი კვებით გამოწვეული ანთებითი პროცესების მართვით ან სტრესის ჰორმონების განეიტრალებით, მას სრულიად სხვა რამეზე შეუძლია გადაერთოს. ამ დროს ტვინი გადადის ჰიპერეფექტურობის რეჟიმში. შენ ბევრად უფრო მარტივად შედიხარ ეგრეთ წოდებული ნაკადის მდგომარეობაში. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, სადაც თითქოს ყველაფერი თავისით ხდება. დროის შეგრძნება ქრება, ყურადღება მაქსიმალურად კონცენტრირებულია და დაღლა თითქმის არ იგრძნობა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მუშაობენ ადამიანები, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო იდეებს ქმნიან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მრავალი გენიოსი ქმნიდა საკუთარ უდიდეს შედევრებს. როცა ტვინი მუდმივად არ არის გადატვირთული გადარჩენის რეჟიმით, იწყება კიდევ ერთი საინტერესო რამ. შენი ქვეცნობიერი ინფორმაციას ამუშავებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ცნობიერი გონება. ამის შედეგად ჩნდება ის, რასაც ხშირად სუპერინტუიციას უწოდებენ. შენ ხშირად იღებ სწორ გადაწყვეტილებებს, ისე რომ ვერ ხსნი რატომ. მაგრამ რეალურად ეს შემთხვევითი არ არის. შენი ნეირონული ქსელი იმდენად სუფთად და ეფექტურად მუშაობს, რომ კანონზომიერებებს იქ ამჩნევს, სადაც სხვებისთვის მხოლოდ ქაოსია. გარდა ამისა, სწორად ცხოვრებას თან ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტიც. ემოციები გადამდებია, ამიტომ როდესაც ადამიანი სტაბილური და მშვიდი ბიოლოგიური მდგომარეობით ცხოვრობს, ეს სხვებზეც მოქმედებს. შენთან ყოფნისას ადამიანები უნებურად მშვიდდებიან და უფრო ადვილად გენდობიან. ამგვარად, შენი სწორი ბიოლოგია ნელ-ნელა სოციალურ იარაღადაც იქცევა. შენ შეიძლება გახდე ბუნებრივი ლიდერი ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე. უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანების ტვინი შენში კითხულობს უსაფრთხო და ძლიერი გენეტიკის სიგნალს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.